მაგრამ ანდრე თუ გოიაროა ირა უნდა გაკოცურა გედი რა ირა ეს რა მოგწია ის გაიბერე ამას როგორ აკეთებ რომ ეს მე უნდა მაჩქო ირა მე უნდა მაჩქო მაგ შევიტანა შენ რა შეწუხდე მე შევიტანე რომ გავიზო მაგ მარიკა რა ჭირს ამას? ხელფასი მოუმატეს. ბანკის ვალი დაფარა და ბედნიერია. ირაკლი. მე ახალი იდეა მაქვს. რა? დაჯექი. ცხვირის ოპერაცია უნდა გავიკეთო. მარიკა მაგას ისევ მეტლახი და შპალერი ჯობია. ბუთხუს ზუსტად ჩემი ზომა არა ირა მიდირა ბუთხუს და ის გამომიტანე რა ყავისფერი პიჯაკი იმას მოგხდება ძალიან მაგრამ მიდირა ნუ გეზარება ბუთხუს კარგი როგორ შენ გაჩერდი და გამომიტანე გავჩერდები მიდირა გამომიტანე რა გეხოცები ბუთხუს მაიცა არჩი ხუდე ირა ეხ მანკარებს თუ ვერ შეეტევი ირაქინიც ცოტა უკანა იღე ესე დაზადნე მე მარცხნივ აიგე და ეგრე შედი რა არაფერსაც არ გამოგიტან. რატომ რა ზობუთოს? იმიტომ რომ არაფერში შენ არ გამოადგები ადამიანს. რა შენ ერთადერთხელ დამჭირდა შენი მანქანა და გასაღები ვერ ვიპოვე. სადღაც ვიყავი წასასვლელი. მე გითხარი უარი ბუთხუს ვერ მითხარი და მოგცემდი აწიიცოდე თუ დაგჭირდება გასაღები აი 400 მიდი კითხე და მოგცემს აი უყურე აი ხედა აი ბოდიში ოტო ირაკლის უნდა მივწე შეიძლება აი ხო ნახე თავი დამიქნია და სულ არ მჭირდება შენი მანქანა რა რატო? იმიტომ რომ ამხელა პროფესორი კაცი მაგ მანქანაში არ ჩავჯდები. თუ ამხელა პროფესორი კაცი მაგ მანქანაში ვერ ჩაეტევი. ან რა ფერია? აბა ან ეს ცალი ფარი ზემოთ რატო აქვს? ნეტა ან მეორე ფარი საერთოდ რატო არა აქვს? არ ვიცი რა. ხო არა ირა დიახ მარიკა უთხარი და მოვიდა მე თქვა შენ მომძღოლმა დაარეკა დღეს არ მცალია ვერ მოვალო ისე ეს ერთი ფარი ცოტა ზემოთ რო აქვს რა ორიგინალურია იცი ფერზე მიდის ფერზე უხდება მე მგონი სწორი არჩევანი გააკეთე რომ იყიდე ეს მანქანა ირუში ბატონო პროფესორო დიახ რა არის ხა ისი ნუ ახლა პრინციპში მეც მივდივარ და თუ გინდა გაგიყვანო სად მიდიხარ შენ ხო დღეს არ მუშაობ მუშაობ ირა დღეს ახტება იცი ახალი სასწავლო ნაწილი მოდის ჩვენთან და ბატონ მედიშერმა მთხოვა რომ განაცანიო სკოლის სტრუქტურა რა ხდებო იქ ბავშვებიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე რა პრობლემაა დაცო დაპატიჟე ბარში ლუდი არაყი და ეგა რა ქალია ქალია მაშინ ცოტა ლუდი ცოტა არაყი და ეგა რა აუ დღეს იცი პირველად ჩავასხი 10 ლარის ბენზინი ჩემ მანქანაში გაპიპინებულ
რა ვიფიქრე იცი დათო? რა და ამდენს რო დადიხარ წინ და უკან. ხო? ბენზინში ფული ხო გეხარჯება? არ გინდა რომ დაზოგო ეს ფული? მინდა ბუთხოს რო ნახავ დღეს იმ ქალს ახალ სასწავლო ნაწილს, თხოვე რომ ერთი ოთახი გამოგიყო სკოლაში, იქ იცხოვრე, იქ იქნები, გაკვეთილებსაც ჩაატარებ წინ და უკან. აღარ ვილი და ბენზინის ფულსაც დაზოგავ. რა მაგარი ხარ ბუთხოს რა ირა მარიკა ეს რა ყავს რა ეს გენიოსი ეს ვისთან ის სასწავლო ნაწილი გამომიყოფს ერთ ოთახს და რაც ვიზა მე იცი რა იმ ოთახს გავაქირავებ და იმ ფული ჩავასხავ ბენზინს მეჩქარება მე სამსახურში. მეც მოვდივარ ბუთხოს. დიდი მადლობა მაია იმ დღეს მეგობრის სახლამდე რომ მიმაცილე. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად მგზავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ერთმანეთის კარგად გაცნობა ვერ მოვასწარეთ. მართალია, მაგრამ შეგვიძლია ახლა გავიცნოთ ერთმანეთი. სანდრო მახარაძე, ლონდონში ვსწავლობდი. მართლა, ძალიან სასიამოვნოა. მე ლონდონში ვცხოვრობდი, 3 წელი გრინვიჩის ობსერვატორიაში ვმუშაობდი. რა მაგარია. ისე მან ჩემი მეგობარი მუშაობდა. ხო, ვიოლინოზე უკრავდა. ცნაურია. და შენ თუ რა პროფესიის ხარ? იურისტი, მსახიობი, მოდელი და კარატისტი სანდრო მახარაძე. ძალიან მაგარია. ძალიან კარგი ამდენი პროფესია რო გაქვს, ხო იცი ეს ჩვენ ქვეყანაში ფაქტიურად შეუძლებელია და ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ მოსახლეობის განათლების დონე არც თუ ისე მაღალია. გეთანხმები მაგაში. ზოგი ისეთ რაღაცას ითქვის გაგიჟდები. აბა დღეს ერთ სტუდენტს ვკითხე, დედამიწაზე რამდენი ოკეანეა? მეთქი და იცი რა მიპასუხა? 5-ო? აჰა. რაიგე 5-ო, არა და უთვალავია. ისე იცი, კითხვა მიყვარს ძალიან. ხო. ისე ვერ დავიძინებ ერთი 30 გვერდი თუ არ წავიკითხე. და ახლა რას კითხულობ? იცი, სათაურებს არ ვკითხულობ ხოლმე, რომ არ შევიზღუდო. მე რა საინტერესო მიდგომაა, სანდრო. და აი რაზეა წიგნი? შეგიძლია მითხრა? ფსიქოლოგიურია. ესე იგი, 3 მოხმალავია. ხო. მე ერთი დაემატებათ სოფლიდან. და მეფეს ეხმალავებიან. ხო, და ცხენი ყავთ სპეციალური. მოდი მეც აღარ მოგიყვები, თორემ მე აღარ დაგაინტერესებს. კარგი, სანდრო. მეცები აუცილებლად წავიკითხო. სანდრო, ძალიან სასიამოვნოა შენთან ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს და უნდა წავიდე. სად მიდიხარ? ჯერ პლანეტარიუმში უნდა წავიდე, მე საღამოს საჯარო ბიბლიოთეკაში მაქვს პატარა საქმე. უი, რა დამთხევა. საღამოს მეც მაგ ბიბლიოთეკაში მაქვს საქმე. უი, ხოთა ზუსტად იქ შევხვდეთ ერთმანეთს. კარგი? ხო? კარგი. ნახვამდის, სანდრო. საჯარო ბიბლიოთეკა ვიშეწოდინება. უი, აქ რო შევხვდეთ პირდაპირ. სანდრო, ძალიან ცოტა დრო მაქვს და იქნებ პლანეტარიუმში გამომიარო შენ თვითონ. პლანი. მოდი ისევ საჯაროში შევხვდეთ. ხო, კარგი, გელოდები, ნახვამდის. სალომე. არ გვაქვს. აიო, ქორეოგრაფიული სტუდია? გამარჯობათ. იცით, ქორწილი მაქვს მალე. დიახ. ერთი წუთით თამრი? თამრი, ტანგო თუ ქართული? ქართული გოგო. დიახ, ქართული იყოს. სამშაბათს დილით? სამშაბათს დილით მაწყობს, დიახ. კარგით. დაგირეკავთ და დროზე შევთანხმდეთ. კარგით, კარგად ზანდებოდეთ. დროებით.
ვა, თამარა, მაგარ ფორმაში ხარ? მე და თიკა ფიტნეს კლუბში მივდივართ. ვართ? იცი რა, მივხვდი რომ კარატე საქმიანი ქალისთვის არ არის, რა. ჩემი მოწოდება უფრო ფიტნესია. ეხლა ნახე რა ფორმაში ჩავდგენ. ოჩახ თამრი, ხო იცი ქორწილში ყველაზე ლამაზად უნდა გამოიყურებოდე. პატარძლის მერე. თამრი, ეს დასაცმელი სადიპოვე. ბაიმე, მეც არ მახსოვდა, ქეთევან კარადაში. კარადაში. რა კარგად ინახავს ნაფტალინი ყველაფერსა. არაჩვეულებრივად. ლაშა სად არის? ლაშიკო მაღაზიაში ჩავიდა, კვერცხი უნდა ამოიტანოს, ბლინები უნდა გავუკეთო. შენ რა იცი, გოგო, ბლინების გაკეთება? რა ვიცი, ლაშიკოს ძალიან მოსწონს და. აი მე მოვიდა, მოიცადე. მოდი. ვა, თამარ, რა მაგარ ფორმაში ხარ? რა ხდება? სავარჯიშოდ მივდივარ. მართალი ხარ თამარ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადისთვის აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება თამარ, დარბაზში რა გინდა მე აქვე ირბინეთ. აქ ვინ მაცდის? ნიჟარაძეების ზაღლიც რომ გამოეკიდება თან ბლინები ელოდება ვაჟბატონს და კარხასიაძია ეხლა. მოდი. გამარჯობა. გამარჯობა თიკა თამარ, გზად ხარ? კი, აბა რა. აუ, თამარ, რა მაგარ ფორმაში ხარ? აი, ჭიკო რა. სინდი კრაუფორდის ვარჯიშები გამახსენდა. მართალია თიკა თამარ კარგად გძნობ მაგ სპორტულ ტანსაცმელში თავს აი მოძრაობ კარგად კი, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ რა. მიდი ერთი ჭიქაწყალი მომირბეინე ზოგიერთი ვით მსუქანი კი არ ვარ, ადგილიდან განძრევა რომ მეზარებოდეს. ლაშიკო, ისე მართლა ძალიან მომატებული ხარ და ქორწილში ესე ხო არ იქნები. ხო არ დაგავიწყდა, ქართული გაქვს საცეკვი? ლაშა, ისე წამოდი შენ ვარჯიშზე არ გინდა? ქორწილამდე იქნებ ცოტა დაიკლო. ამ ღიპით ხო არ გააკეთებ გასმებს? სულაც არ ვარ მომატებული მართალია ლაშიკო, ეს ბუშტი ჩასაფუშია. კარგი რა ვარჯიშირის ვარჯიშია თან ახლა ამ ტანსაცმლით ხო არ ვივარჯიშებ არა ამე ქეთევა. ბატონო. კარადაში იუზებიძიეს სპორტულები ხო გვაქვს შენახული? ხო და ჩაიცოს და ივარჯიშოს. ვაიმე ლაშიკო, წამოდი. კარგი, რა სპორტი? ჩემ თავს გაფიცებ, ეხლა ლაშიკო, წამოდი. წამოდი ეხლა გემუდარები, წამოდი, გიხვეწ. მოდი. როგორ? რა ვიცი, მეც კარგად. მადლობა. კარგად. მოიცა რა, შენს გიყურებს ხოლმე? ხო, ლაპარაკობთ ხოლმე. რაღაც ენაც გვაქვს ჩვენი ჟესტების. არა, რა, ხო ვამბობდი, ყველა კაცი ერთნაირია, ბავშვიც და დიდიც. აი შეხედეთ, თამრი, შეხედე როგორ დახატა ჩემი ლაშიკო. ძალიან გიხდება ლაშა იუზებიძიეს სპორტულები. კარგი, წავიდეთ. თიკაბა, თამრი, ლაშიკო, აბა თქვენ იცით, ხო იცი? მე ვერ მოვდივარ, იმიტომ რომ ბლინები მაქვს გასაკეთებელი და ესა ლაშიკო შენ ძიმეები არ აწიო, ხო? ხო. თამარ შემოbrundieti აი ანა ივანოვიჩი და მარტინა ჰინგისი შენ? რა თენგის სულაქველიძე. მარიკა გააღერა? მიდი გააღერა? ვაჰ, სანდრო, მოდი, როგორ ხარ? კარგად, შენი მარიკა გამარჯობა. მოდი. გიმარჯობს. სანდრო, მოდი ნარდი ვითამაშოთ, აქ მინდა? არა, ირაკლი რა ნარდი. აბა? საჯარო ბიბლიოთეკაში მივდივარ. უჩემოდ დალიეთ?
არა ირაკლი მომისმინე ერთი გოგო გავიცანი მე მგონი ისა ვინც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება გვერდში უნდა მყავდეს მარიკა მოდი აქ რა ხდება ნახე მარიკა აქ რა საინტერესო ამბები ხდება დაჯექი სანდრო დაჯექი ესე იგი მარიკა ერთი გოგოდ გაიცნო ჩვენმა სანდრომ და დღეს სად უნდა შეხვდეს იცი საჯარო ბიბლიოთეკაში ირაკლი ოღონდ ერთი პრობლემაა მარიკა ერთი პრობლემა ქონია ამას მარტო ძალიან განათლებულია და გეხვეწები იქნება საღამომდე რაღაცა მამეცადინოთ რომ ჩემებური არ წამომცდეს სანდრო შენ სკოლაში რამდენ ხანს დადიოდი 11 წელი 11 წელი მე დაჯდა ხალხის სამინისტროში და მოიფიქრა მივიდა იმ დასკვნამდე რომ 11 წელი საკმარისი არ არის და გახდა 12 და მე საღამომდე რა მოვასწრე რასაც მოასწრე გეხვეწები რა ირაკლი აუ მარიკა უთხარი ირაკლი სიყვარული მენგრევა რა ირაკლი კარგი ხო კარგი ჩემს სინდისთან მართალი რო ვიყო დაგეხმარები გისმენ რა გნებავთ აი ყველაფერი ირაკლი სულ თავიდან დაიწყე ესე იგი თავიდან სანდრო დედამიწა იყო გავარვარებული მასა მე იქ რაღაც ქიმიური რეაქცია კარგი რა ირაკლი მე-18 საუკუნეში რა იყო რაში მაინტერესო მარიკა რაღაც უნდა უშველოთ ამას ერუდიტის სახე უნდა მივცეთ გარედან მაინც მარიკუნა მიდი რა მოიფიქრე რა მოიტანე მიდი მარიკა მიდი სანდრო ჩვენ გამაგზოთ აბა რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში 12 ჩამოთვალე დედამიწა იუპიტერი კოსმოსი პლატონი კომეტა ნუ galaktika ვიცით ეს ვიცით რა მოიტანე აი სანდროი ესა აბა ნახე ისიც ესეც ხო მიდი აჰა ხედავ სანდრო ესე იგი მომისმინე გიხდება ეხლა მომისმინე ის გოგო რაღაცას რო გკითხავს ხო შენ ცოტა ხანი შეხედე ესეთი ჭკვიანურად შემომხედე აი ასე მე სათვალე აი ასე გააკეთე და ესეთი საშუალო პაუზის შემდეგ დამაჯერებლად ასე უპასუხე არ ვიცი მომეც მარიკა მკითხე რამე მარიკა ირაკლი ამ ოთახის რემონტს როდის ვიწყებ არ ვიცი განახლებია აჰა მიდი ეშველება რამე ირაკლი კარგი რა მარიკა რა ეშველება 12 პლანეტა ამ მზის სისტემაშია ისენეტა მართლა თუ არსებობენ უცხო პლანეტები არსებობენ მარიკა არსებობენ ერთი ახლა სარკეში იხედები ძალიან დიდი მადლობა ეს მაგრა გამომადგება ოღონდ ეხლა იცი რა გამახსენე აი იმას რა ქვია ის ყველაზე მაღალი გორაკიროა გორაკი ევერესტი ხო ევერესტი მაგის სიმაღლე რამდენია 8848 მეტრი სანდრო ხო 8848 მართალი ხარ სანდრო ასე უცებ როგორ დაიმახსოვრე ირაკლი ჩემი სახლის ნომერი მთავრდება 88 კარგი სანდრო ახლა მოდი მე და შენ ჩამოვფრინდეთ galaktikიდან დავბრუნდეთ დედამიწაზე და გავიხსენოთ რა საოცრებები გვაქვს დედამიწაზე მსოფლიოს საოცრებები ეგ ხო წაკითხული მაქვს სამია ჩამოთვალე ეგვიპტის პირამიდები სემირამიდეს დაკიდული ბაღები ზევსის ქანდაკება და რუდოსის კოლოსი რუდოსის
4-ია. ვიცით, ანტიკაც ვიცით. კონი მაგას ჯობია კროსვორდები და თავსატეხები გააკეთებინა, უფრო დაეხმარება. კი, მარიკა, გეთანხმები, ოღონდ ჯერ აბა გამაფერადეთი დაიწყოს. მოდი სანდრო. მაგას ნუსმენ, მოდი ჩვენ დავიწყოთ. აი კროსვორდი. ესე იგი, დათახა? აჰა. რა ქვია კამეჩის შვილს? რა ვიცი, ხა ზოგს რა ქვია და ზოგს რა. კარგი, სანდრო. აიღეს, ეს კროსვორდია და სადაც თეთრ უჯრებს ნახავ, გააფერად. აი ეს არის ის ბარში რომ გეუბნებოდი. გამარჯობა სალომე. დაჯიქი. რა კარგი ადგილია. აქ უფრო წყნარად ვისაუბრებთ სკოლის საქმეებს. ჩვენები ხომ არ ყოფილა ნაკ სალომემ? არა დათო. რას მივთმევთ? მე? ყავას. ყავა. მე ჩაი. 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 ისე გეტყობა შენდა ძალიან შინაურულად ხარ. მე აქვე ცხოვრობ კორპუსში. მართლა, რომელ კორპუსში? ნუ ეხა კორპუსი იტალიური ეზოსავით. დიდი სახება აქვს? ეხლა რა ხდება სკოლაში? არა, სახლზე შეგეკითხე. მე სახლი, არა, მოდი ჯერ სკოლაზე ვისაუბროთ და მე სახლზე. ეხლა სკოლაში რა ხდება? ეხლა ნუ იქ ბავშვების ნოთ მე იქიდან რა მეკითხები ხომ მარაკა? აი სკოლაში შენისთან ახალგაზრდა მასწავლებელი ბევრია. ახალგაზრდა და სიმპათი. ეხა იმაზე თუ შეიძლება ახალგაზრდა სიმპათიური ითქვას, ყავს ერთი ეგეთი ფიზიკის მასწავლებელი დიდი თავაზობაზე მეძაღით და არტყი კავალდაძე. ეს ის არის მეგონი, წითელი ფორდი რომ ყავს. დიახ, წითელი ფორდი რომ. აი ხა მე თქვენ რას გიჩვენებთ ესე? მანქანის დაყენება თუ მოგინდებათ, შეგიძლიათ დაყენოთ წითელი ფორდის და ლურჯი ნისანის უკან. მაგრამ თეთრი დაიჰაცუ კორე თუ შეგხვდებათ, იმის უკან არ დააყენოთ. არა? არ შეიძლება. ეს მანქანა არის დირექტორის. და მე დაიწყებს რა. და აი ეს ვარდისფერი მანქანა ვისია? დღეს ეს ფიზიკის მასწავლებელი მიყვებოდა და იმდენი ვიცინეთ. დიცავი ყოლა. სხვათა შორის ის ვარდისფერი მანქანა გაყიდა იმან და უფრო ბევრად მაგარი მანქანა იყიდა თეთრი ფერის. დათო, რა მინდოდა მეკითხა. იცით დირექტორმა შემომთავაზა სადამრიგებლო კლასის აყვანა და რას მირჩა? ნუ ეხა პრობლემა არ არის. არა ხო? აი მეც ვყავს ეხა სადამრიგებლო, მაგრამ იქ პრობლემა არანაირი არ არის, თუმცა მე ეხა 7 ბავშვი მყავს და. მართლა დათო? 7 ბავშვი თუ მეყოლება, თანახმავ არ მეც დავფიქრდებოდი. ბოდიში დათო. მე
საათ არის ეს დათო? მე არ ვიცი. მოიწერე. სალომე. რაზე ლაპარაკებოდა ეს ჩემ დათოს? რაზე? ხო. ისა დავფიქრდები დათო 7 ბავშვი მინდა რომ ყავდეს. აუ თუ არ ვიცი რა. აი თუ მე რატო იყიდა დათო მოთხყარიანი მაქვს? რატო? იმიტომ რომ რაღაც არ გამოვიდა ხო? აი რომ ამბობენ ყველა კაცი ერთნაირია, მაიგა. ანანო, სანდრა ხო არ გინახავს? მე არა, ჩემი სადროს სხვანაირია. თამარ, ჩამოდი ახლა გამიცვალე. თამარ, ჩამოდი რა. გამომიგდე და ჩამოვა. აი მოდეთ. რა ვქნა ახლა მე? შენ ველოსიპედზე აი დაჯექი მინდა. და ტარება რო არ ვიცი არა უშავს. აი თამარ რა. თამა. წავიდეთ რა, დავიღალე რა. თან ის ბლინებიც გამოცხებოდა. დაიღლებოდი, რაც მოხვედი ზიხარ. მოკიდე იმას ხელი და აწიე დროზე. მიდი. კარგი რა, თამა რა. და მე შენ ამას ვერ ეწევი და ქეთევანს აწევ? ქეთევანი რატო უნდა ავწიო? ბიჭო, შენ ხوار გონია იმას იქედან ისე გამოგატან. სულ ხელში აყვანილი უნდა გამოიყვანო, ჩემი ქეთინო. კი. მართლა რა დონდუა რა. მოიცადე თამარ. ლაშიკო, ის მომაწოდე რა. არა, იყოს, არ მინდა. არა, მომაწოდე. ძიმია? ძიმია ხო? მაშინ დადე. მომაწოდე? დადე. მომაწოდე დადე, ხო ხედავ, მარტივია რა. კარგი რა თიკა რა. კარგი, მაშინ პრესის ვარჯიში მაინც გააკეთე, ლაშა, ტყუილად იხარ. კარგი, პრეს გავაკეთე. მიდი. თიკა! ხო. ეს შვედური კედელი რა კარგი რამე ყოფილა, ჰა? ეს რო სახლში მქონდეს, ხო? შვენივრად გამოჩნდებოდა წინა კორპუსში სადრა ხდება. ვაიმე, ამას უყურე ერთი როგორ სად დაინახე, ვინმე ესე ვარჯიშობდა, ადექი. აი ესე. ვაიგე. ხო კეთება. ხო, კარგად არის. აქნა გამოცხვა ბლინებიო? რა გახდა ესე უცებ როგორ გახდებოდა გირი ვერ ავაწევინე. რა წამოვიღო გოგო მძიმეა. კაი. თამარ, თიკა გამარჯობა. ჰალო. მარტო ხართ? შენი მეგობარია თამარ? გერმანელია? არა. შენი მეგობარი არ არის თუ გერმანელი არ არის? არა რა გერმანელი მეგობარი. ბინ არის? თიკა. გერმანულად ლობიო როგორ არის? მე ჩემი სიძია. როგორი პუტკუნა სიძე ყოლია? ეს ლონდონში იყო და იქ ამოვარდა ფორმიდან. თორე ისეთ ტალიკი ბიჭია რა. თამარ, ამა თუ ესე იარა ლონდონებში და პარიზებში მე არ ვიცი ამას რა მოუვა. კარგით. საიდან მომაგნო ეხლა ამანო? გამანებე რა თავი და. თვითონ ახლა ამას არ ესმის? არ ესმის ახლა? რა ვიცი. გოგო! ეს რა მეტი ჩრობაა, ვითომ ახლა მუსიკას რო არ მოусმინო, ისე ვერი ვარჯიშებ? რამე მითხარი? როდის მორჩები მეთქი? კი, 5 წუთი და დავამთავრებ. 5 წუთი უნდა ველოდო ამას? რა თამარ, რა მითხარი? არა, რა არის, იცი? მე რო გერმანიაში ვიყავი, იქ დოიჩეში. იქ ყველა 3 წუთს ვარჯიშობდა. ნუ ევროპაში ესეა მიღებული. მართლა? არ ვიცოდი, მადლობა. კარგი გენეთ.
რატი როგორ ხარ? გაიცანი. ეს არის თამარი, ეს არის თიკა, ჩემი თანამშრომლები. გაიცანით, ეს არის რატი, ჩემი მეგობარი. გააჯერა დინიცე. არ მაინტერესებს, ეხლა მოკიდე იმას დროზე ხელი და აწიე რა. ნუ წიკვინებ რა თამარა. ლაშა, მოკიდე მეთქი ეხლა იმას ხელი და აწიე. არა. მოკიდე მეთქი. უკაცრავად ის გჭირდებათ. კი. არა. კი. მიდი, ლაშა, ერთხელაც და მორჩა. მიდი, ერთხელაც და მორჩა. მიდი. 20. რას მიყურებ? გამოართვი. შემჭამე გირი მათხოვე, აჰა გამოართვი, ვერ ხედა? აიმე ლაშა, რა დაგემართა, თიკა მიშველე. გამოგივიდა, ბიჭო. ვაიმე ლაშა. რა იყო ხო რა? ვაიმე, როგორ გავხარ იუზაბიძე? ანანო. რა? რა? ანანო. აი მრიფს აქ ძალიან უცნაური ჩვევა. ისე იგეტება რომ ვერ მიხვდები. ამიტომ გამოდი და ესე ვიგაპარაკოთ. გამოდი. ოჩ, წამოდი. რა ხჭირს ანანო? თათო. მე შენ გნახე დღეს ბარში. ვიღაცა ქალთან ერთად. ეგ ახალია. თათო. მეც მაგას არ ვამბობ რომ ახალია. კარგი რა ანანო რა კარგი რა ეგ არის ახალი სასწავლო ნაწილი ჩვენი სკოლის და დავპატიჟე ბარში ველაპარაკებული სკოლის შესახებ კანდაძის შესახებ კიდევ ნუ მატყუებ დათო არ გატყუებ თუ კიდე დაგიმტკიცებ როგორ და აი ხონტებს ვკითხოთ და რამე თუ მოხდა მართლა ხო აი ამათ აუცილებლად ეცოდინებათ და თუ არ მოხდა ესე იგი მე მართალი ვარ ვიცი და რამდენი ხანია მე ბარში არ დაგიპატიჟები ვარ და ის კიდე კარგი რა ნანო რა შენ გავიწყდება ჩვენ უფრო რომანტიკულ ადგილებში ხვდებით ხოლმე ერთმანეთს ხო პიკნიკზე გარაჟში კარგი ხა რაგონი ეხა შენ რო იმ ხალხში ამომხილა ეხა მე მისმა ხელფასმა მანქანამ ხუთოთახიანმა ბინამ აგარაკმა აუ ეხა ხედავ არა რა თან ბოლო დროს საერთოდ ვეღარ გხედავდა თო კარგი რა ნანო რა კარგი რა ხო იცი რომ დაკავებული ვარ ეხა ახალი სადამრიგებლო მომცეს და 50 თათო რა აი ადამიანს როცა უყვარს ხო აი იმას გვერდიდან არ იშორებს რა ესე იგი ეს ახალი კროსვორდია აქ ეს პასუხებით ძველი აქ ეს მარიკა სათხა რამდენი ხანი ჰა არ მატანდა ქეთევანი ზითებში მაქვს შეფუთულიო და ძლის გავახსნებინე მომეც ის არ დამავიწყდეს ირაკლი ნავთობის ფასი და მეორე რა იყო? მეორე იყო ახალი სახელმწიფო მდივანი. ხო. როგორ მაინტერესებს ერთი რა? რა აქვს ზითებში მაგღონტებს კიდე რა. გამარჯობა.
გამარჯობა. სანდრო მოსულა. ჩემი მეგობარი. მარიკა. მაია. სასიამოვნოა ირაკლი. მობრძანდით. სანდრო. რა? არაფერი. მომაცით მე დავკიდე. კარგით. მადლობა. მობრძანდით აქეთ, მობრძანდით. ეს ჩემი მეგობარი ირაკლი, ესეც პროფესორია. მიბრძანდით. სანდრო, ხო არ დავამთავროთ ეს პარტია, ჰა? კარგი რა ირაკლი, რა აზრი აქვს, ხო იცი, მაინც მოგიგებ. შენ როგორც ყოველთვის სანდრო, სწორი ტაქტიკა შეარჩიე, სიცილიური დაცვა რო აირჩიე. ხო იცი, მე მასეთები არ მეშლება. სანდრო. გინდა ვითამაშოთ? ვითამაშოთ რა. სანდრო! თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით, მაია? მე ასტროფიზიკოსი. რა სასიამოვნოა. მეც რამდენიმე დღის წინ ასტროფიზიკოსი ვიყავი. არა, ეს ხუმრობა ასეთი. ფორმა ხუმრობის. აი თქვენ რომ გეთქვათ რომ მე ქიმიკოსი ვარო, მე გეტყოდით რა დამთხოვა? მე რამდენიმე დღის წინ ქიმიკოსი ვიყავი. გაგიგვირდებათ და თითქმის ყველა პროფესიონალის ეს ფორმა. აი ძალიან მაგრად ხუმრობს. სანდრო, გაიგე, ვინ ხდება ახალი სახელმწიფო მდივანი? სანდრო, ესა ყავას მირთმეთ? კი, თუ შეიძლება ოღონდ უშაქრო. ბარელის ფასი და უშაქრო ხო მითხარ? ჰილარი. ხო, იცოდი? კარგი რა მარიკა, რებს მეკითხები. ალო. გოგი, მე ვარ. როგორ ხარ? იცი ვინ არის ჩემთან სტუმრად? სანდრო, ხო, აი ბავშვობაში ჩიბურდალიძეს რომ მოუგო. აი. ხო, მე კროსვორდებს რო გავსევინებდა ხოლმე. აჰა, კარგი გოგი, დიდი მადლობა, კარგი, აუცილებლად. სანდრო, გოგი იყო და მითხრა რომ დიდი პატივისცემით მომიკითხე ჩემი სანდრო. ჩემგანაც ირაკლი. ისიც პროფესორია. რა მინდოდა მეთქვა სანდრო. დღეს ვავსებდი კროსვორდებს და რამდენიმე შეკითხვაზე გავიჭედე. ანალოგიურ სიტუაციებში სულ სანდროს თხოვ ხოლმე დახმარებას. აი, დავიწყოთ? კითხე ირაკლი, რა პრობლემა? სანდრო, ეს სხვა გაზეთი, აქ საინტერესო არაფერი წერია. მადლობა. ესე იგი დავიწყოთ. აი 17 თარაზულად. სახალხო კრება ძველ საბერძნეთში. აგორა. ვაა, ხედავ, არ ვიცოდი, შეხედეთ, აგორა, ჩაჯდა. ვაა. ახლა 20 შვეულად. რა? ვერტიკალურად. სასიმინდე. ნალია. ნალია, როგორ ვერ გავიხსენე, ამაია, რას ნიშნავს ევროპაში როა განათლება მიღებ. ესე იგი 23 ჰორიზონტალურად 23 კუნძული, სადაც ნაპოლეონ ბონაპარტი იმალებოდა. რა? არა, არაფერი, ჩვენს ინსტიტუტზე წერია სტატია. ერთი წუთით უკაცრავად რა წავიკითხავ. რა მკითხე ირაკლი? კუნძული, სადაც ნაპოლეონ ბონაპარტი იმალებოდა. ის თვითონ კუნძული. სანდრო, ნახე, რა საინტერესო სათაური აქვს გაზეთში სტატიას. ეს ლ არნაკი ბ ოնդომ აიღო. ეს ლ არნაკი ბ ოնդომ აიღო. რა ლარნაკი, რა ბ ოնդომ.
მარიკა, ჭადრაკი კიდე გჭირდებათ? ჰა? გამარჯობა. ჩემი ფიგურები სად არის? ფიგურები ხوار დამინახეთ, ჩემი ფიგურები. მოდი. ჩემი ფიგურები ხوار დამინახეთ. ხوار დამინახეთ. ირაკლი, რა მკითხე წეგან რა კუნძულიო? კუნძული, სადაც ნაპოლეონ ბონაპარტი იმალებოდა. არ ვიცი. ირაკლი გიშველე. ვაიმე ლაშა! რა მოხდა? რა მოვიდა? ვაიმე ლაშა, რა მოვიდა? თამრი, რა არის ეს ალმასივი ბიჭი გაგატარე და ეს რა არის გამაგები? ეს რა მოხდა გამაგები? ალმასივით არა იმასავით. კარგი, ხა შეიძლება ალმასივით არ იყო, მაგრამ ესეთი ცხომარი იყო არა? ლაშიკო რა. კარგი, რა მოგივიდათ? მოდი ლაშა. მოდი. გამარჯობა გენაცი. მოდი, ნელა. რა ალმასივით? ვერ ხედავ დონდუა. ირაკლი, რა მოუვიდა? სანდრო, ვერ ხედავ რა მოუვიდა? არა, ხედავ, გაღუნულია. ლაშიკო, ირაკლი რა მოვიდა მითხარი და კარგი, ქეთევა, მოიცით ხოლმე ეს პანიკა, რა მოგივიდა? წელი გაუკავდა, გაუვლის, რა მოგივიდათ? ჯერ ვიფიქრე იოდით დავძელ მეთქი, მაგრამ ამას რა იოდი ეყოფა? აი ამათ რო აყვები. ვინმე შეიძლება მითხრას როგორ დაემართა ეს? ირაკლი ვარჯიშობდით რაღაც თიკა? სანდრა ვა, მაია? არ ვიცი. ხედა რა თქობა მძიმე მაწია რა აი, ძიმე აწიაო. ამიტომ რაც არ გეხერხება კაცს, იმას არ უნდა მოკიდო ხელი. გამოუშვი ირაკლი კროსვორდები ერთი. სალომ ერთი ლუდი რა. ой тата იცი რა ბეჭედი დავკარგე და მე მგონი რომ აქ დამივარ და აი აგერ ყოფილა აგერ ვაიმე დათო ძალიან დიდი მადლობა ისეთი ძვირფასია ეს ბეჭედი ჩემთვის ძალიან დიდი მადლობა კარგად ვიყავი ნახავდი Hello,